სწორედ განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით მინდა მიულოცო ახალი წელი ჩვენს აფხაზ და ოს დაძმებს. ახალი წლის სიხარული ყოფილიყოს ჩვენი საერთო ბედნიერი მომავლის საწინდარი. მე მჯერა ეს იქნება კეთილის ბოროტზე გამარჯვების, ჩვენი საზოგადოების გაერთიანებისა და გაძლიერების წელი. საზოგადოების ერთიანობა ჩვენი სამშობლოს გარშემო. მაგალითის მიმცემი უნდა იყოს პოლიტიკოსებისათვის, რათა მათაც მოახერხონ საერთო ერნის გამონახვა ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. სწორედ სიყვარულზე და ურთიერთპატივისცემაზე უნდა დავაფუძნოთ ჩვენი მომავალი ერთობა. ისეთ უანგარო სიყვარულზე, როგორც ქართველ ბებია-ბაბუებს უყვართ საკუთარი შვილიშვილები და პატივისცემაზე, რაც ქართულ ტრადიციულ ოჯახში ბებია-ბაბუების მიმართ დამოკიდებულებაში ვლინდება. დაეყოფილიყოს 2025 წელი ქართველების დიდი სიყვარულის და ერთიანობის წელი. გაიმარჯვოს სიყვარულის ძალამ ყველა იმ სტუნებაზე, რაც შეიძლება გვყოფდეს და გვაპირისპირებდეს. კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს, ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი. გილოცავთ ახალ წელს, გილოცავთ ჩვენი ქვეყნის თითოეულ შვილს, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს თითოეულ მკვიდრს, საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს. 2024 წელი იყო მრავალი სირთულით სავსე ჩვენი ქვეყნისთვის. საქართველოს კვლავაც უწევდა უთანასწორო ბრძოლა მშვიდობის, დამოუკიდებლობისა და ეროვნული თვითყოფადობის დასაცავად. უწევდა ბრძოლა გარედან თავსმოხვეული სიძულვილის წინააღმდეგ. თუმცა მთავარი ისაა, რომ საქართველოს 2024 წელს ყველა ბრძოლაში გამარჯვებული გამოვიდა. საქართველოს გაიმარჯვა 26 ოქტომბრის რეფერენდუმში, სადაც ქართველი ხალხი მტკიცედ დადგა თავისუფლების, დამოუკიდებლობის, მშვიდობის, ღირსების, კეთილდღეობისა და საქართველოს ნათელი ევროპული მომავლის ხარეს. საქართველოს წარმატებას 2024 წელს, ისევე როგორც მთელი ამ წლების განმავლობაში, მრავალი ადამიანი ქმნიდა. მადლობა პედაგოგებს, მეცნიერებს, ხელოვანებს, ექიმებს, გლეხებს, ფერმერებს, მუშებს, მეწარმეებს, საჯარო მოსამსახურეებს, ყველა პროფესიის წარმომადგენლებს, რომლებსაც თქვენი წვლილი შეგაქვთ სამშობლოს წარმატებაში. ახალ წელს გილოცავთ უფროსი ტაობის წარმომადგენლებს, რომლებმაც უამრავი სირთულის მიუხედავად დღემდე მოიტანეთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლება, დამოუკიდებლობა და წარმატება. ახალ წელს გილოცავთ ახალგაზრდებს, რომლებმაც თქვენი განათლებითა და პატრიოტიზმით უნდა შექმნათ საქართველოს ნათელი, წარმატებული ევროპული მომავალი. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადაუხადო ჯარისკაცებს, პოლიციელებს, მოსამართლეებს, პროკურორებს, უსაფრთხოების სტრუქტურების წარმომადგენლებს. თითოეულ თქვენგანზე განსაკუთრებულად არის დამოკიდებული ქართული სახელმწიფოს თავისუფლება და ძლიერება. მადლობა თქვენი ერთგული და ღირსეული სამსახურისთვის სამშობლოს წინაშე. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადაუხადო ჩვენს დედა ეკლესიას, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს და თითოეულ სასულიერო პირს, რომელთა ღვაწლი საქართველოს ეროვნული თვითყოფადობისა და ღირებულებების დაცვასა და შენარჩუნებაში ფასდაუდებელია. მადლობას ვუხდი ყველა რელიგიურ კონფესიას ტრადიციული ფასეულობების დაცვაზე ზრუნვისთვის. 2024 წელი იყო გამარჯვებით სავსე წელიწადი. ჩვენი გამარჯვებები ყველაზე უკეთ სპორტულ წარმატებებში გამოიხატა. პირველად ისტორიაში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა, სადაც დაუვიწყარი დღეები გვაჩვქა. ასეთივე წარმატებას მიაღწიეს ახალგაზრდა ფეხბურთელებმა. ისტორიაში საუკეთესო შედეგი აჩვენეს ქართველმა ოლიმპიელებმა და პარალიმპიელებმა. უმნიშვნელოვანესი გამარჯვებები გვაჩვქეს ჩვენმა კალათბურთელებმა, მორაგბეებმა, წყალბურთელებმა, ხელბურთელებმა. 2024 წელი იყო უპრეცედენტოდ წარმატებული სპორტის პრაქტიკულად ყველა სახეობისთვის. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, თუ რამდენად ძლიერია ქართული გენი, რომელსაც ყველაზე მეტად უნდა გაუფრთხილდეთ. 2024 წელი იყო წარმატებული ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისითაც. განხორციელდა არაერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც ქმნის მყარ საფუძველს საქართველოს უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად. დარწმუნებული ვარ, 2025 წელი კიდევ უფრო წარმატებული იქნება. რაც თავარია, მინდა ვისურვო 2025 წელი ყოფილიყო სიძულვილის დამარცხებისა და სიყვარულის გამარჯვების წელიწადი. სადაც ქართველებს ერთმანეთი გვეყვარება, იქ ვერავითარი გარემტერი ვერ დაგვამარცხებს. კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს და გილოცავთ ამდაგშობას. გისურვებთ ჯანმრთელობას და კეთილდღეობას, სიყვარულით, სიკეთით და გამარჯვებით სავსე 2025 წელს. ღმერთი ფარავდეს საქართველოს, ღმერთი ფარავდეს თქვენს ოჯახებს. ძვირფასო თანამემამულენო, საქართველოში და უცხოეთში მცხოვრებო თანამოქალაქეებო. ყველას გილოცავთ დამდეგ 2025 წელს. გილოცავთ ახალი, იმედითა და გამარჯვებით აღსული წლის დადგომას. ახალ წელს თითოეულ თქვენგანს და სრულად საქართველოს განსაკუთრებით მინდა ვუსურვო ორი რამ: მშვიდობა და ერთობა. ჩვენი სამშობლოს ისტორიული გზა არასდროს ყოფილა იოლი, მაგრამ გასული რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველომ და მსოფლიომ ურთულესი პერიოდი გაიარა. გლობალური პანდემია, დამანგრებელი ომები ჩვენს გარშემო, საშიში გეოპოლიტიკური დაპირისპირება. განვლილ წლებმა განსაკუთრებით დაგვანახა მშვიდობის ფასი, სიმტკიცის ფასი, სიბრძნის, სიფრთხილისა და წინდახედრულების ფასი.
ჩვენ გავაცნობიერეთ და აღვიქვით, რას ნიშნავს კონდეს პასუხისმგებლობა. გაუფრთხილდე ღვთისგან ბოძებულ და წინაპართაგან დატოვებულ საუნჯეს, ჩვენს ქვეყანას, მის ისტორიას, წარსულს, აწყვოს და მომავალს. ამიტომ ჩვენი მხრიდან ერთადერთი სწორი და ბრძნული არჩევანი მშვიდობის პოლიტიკაა. ამავე დროს ჩვენ ყველამ ვიცით, რომ მშვიდობასთან ერთად წარმატება საქართველოსთვის მოაქვს ერთადერთ პრინციპს, რომელიც ასევე დაგვიტოვეს ჩვენმა წინაპრებმა. ძალა ერთობაშია. ეს მარტივი ფორმულა იტევს მთელი საქართველოს ისტორიას, ჩვენს აწყოსა და მომავალს. როდესაც ვართ ერთად, მაშინ ვართ მტკიცედ და როდესაც ვართ მტკიცედ, ყოველთვის ვიმარჯვებთ. სწორედ ერთობა, თანხმობა და სიმტკიცემ განაპირობა საქართველოს გადარჩენა, წინსვლა და განვითარება. გასული 2024 წელი იყო არაერთი გამარჯვების წელი, მაგრამ ჩვენი დიდი და მთავარი წარმატება ჯერ კიდევ წინაა. ჯერა დამდეგი 2025 წელი ჩვენი სამშობლოს საბოლოო გამარჯვებისთვის გარდამტეხი წელი იქნება. ჩვენ გავიმარჯვეთ ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებისთვის. ჩვენ გავიმარჯვეთ ეროვნული თვითყოფადობის გაძლიერებისთვის. ჩვენ გავიმარჯვეთ მშვიდობისთვის. ახალი წლიდან კი ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ ჩვენი კეთილდღეობისთვის და ჩვენი ქვეყნის გამთლიანებისთვის. გილოცავთ ახალ წელს. ღმერთმა დაიფაროს საქართველო და დალოცოს ჩვენი ოჯახები.
მოგესალმებით, მეგობრებო, მივესალმები სრულიად საქართველოს, მივესალმები ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს. მეგობრებო, დასრულდა გამოწვევებითა და პოლიტიკური ნებათაღელვით სავსე 2024 წელი. ეს წელი ასევე დატვირთული იყო მნიშვნელოვანი გამარჯვებითა და წარმატებებით. ამიტომ მადლიერები ვაცილებთ ჩავლილ წელს, რომელმაც ჩვენს ქვეყანას მოუტანა მშვიდობიანი, სტაბილური განვითარების, მეტი წინსვლისა და კეთილდღეობის იმედი. ახლა, როდესაც ძველისა და ახლის გასაყართან მდგავართ, რა შეიძლება ვისურვოთ ამ ყველაზე ჯადოსნურ წუთებში. მეგობრებო, ჩვენ გვჭირდება პრაგმატული, გონიერი, სწორი პოლიტიკა და რაც მთავარია, ერთიანობა. გაერთიანება საერთო მიზნის გარშემო. ვისურვოთ, რომ თითოეული ჩვენგანი ძალისხმევა მიმართული იყოს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი სათაყვანებელი სამშობლოს ინტერესებზე, მის ხვალინდელ დღეზე. ვისურვოთ არა დაყოფ არამედ ერთმანეთის მხარდამხარ დგომა, ჩვენს აფხაზდაოს დაძმებთან ერთად, რათა მივახციოთ ყველაზე მთავარ მიზანს, ქვეყნის გამთლიანებას. ამ იმედით გილოცავთ ახალ 2025 წელს, ულოცავთ ჩვენ საყვარელ თბილისს, ულოცავთ მთელ საქართველოს, ულოცავ უცხოეთში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს, განსაკუთრებული სიყვარულით ულოცავ ჩვენს პატარებს, ჩვენს შვილებს, მომავალ თაობებს. ახალ წელს გამორჩეულად ულოცავ ჩვენს ვეტერანებს და კიდევ ერთხელ მოწიწებით ვეუბნები მადლობას მათ სამშობლოსთვის გაწეული ღვაწლისთვის. ახალი წლის შემობრძანებას ულოცავ იმ ადამიანებს, რომლებიც ამ საზეიმო წუთებშიც კი ემსახურებიან საკუთარ საქმეს და ამით ემსახურებიან სახელმწიფოს. ჩვენ საამაყო პოლიციელებს, ჯარისკაცებს, მეხანძრე მაშველებს, სამხედრო პერსონალს, ყველა იმ პროფესიის წარმომადგენელს, ვინც ახლა საკუთარ მოვალეობას ასრულებს. ულოცავ საჯარო მოხელეებს, რომელთა პროფესიონალიზმზე, კეთილსინდისიერ შრომაზე არის დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის წარმატება და გაძლიერება. მეგობრებო, გილოცავთ ახალ წელს, დაეიყოს მშვიდობა მთელ მსოფლიოში და კეთილდღეობა ჩვენს ოჯახებში. ძალიან მიყვარხართ. ღმერთი იყოს სრულიად საქართველოს მფარველი. საღამომშვიდობისა, მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო. გილოცავთ 2025 წლის დადგომას. გილოცავთ ყველას და ეს წელი ყოფილიყოს მშვიდობის, სიხარულის, სიყვარულის, ერთიანობის წელი თქვენთვის, ჩვენთვის და მთელი საქართველოს. ამინ, რა თქმა უნდა, მთელი სამყაროსთვის ეს ხო ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია. კი ბატონო, ჩვენ ვიწყებთ ჩვენს გალა კონცერტს და სცენაზე ვთხოვთ ანსამბლ ერისიონს. ცეკვა ქართული.